დღეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარი ბატონი მუჟნიაკი ასრულებს თავის ერთკვირიან ვიზიტს საქართველოში და ჰქონდა ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა, რომლის დროსაც ჩვენ მიმოვიხილეთ საქართველოში არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით. იგი დღეს გეგმავს პრესკონფერენციას და თავის საქმეს ალბათ თავად უკეთ მოგახსენებთ. მე ჩემი მხრიდან შემიძლია გითხრათ, რომ ზედმეტად კმაყოფილიც კი ვარ მისი დამოკიდებულებებით ძალიან ბევრი თემისადმი. ადამიანის უფლებები ესეთი სფეროა, რომელშიც საბოლოოდ პრობლემების მოგვარება ისევე შეუძლებელია, როგორც საბოლოოდ ბედნიერების მიღწევა და მორჩა. ეს ესეთივე თემაა, რომელიც ყოველთვის საჭიროებს გაუმჯობესებას ყველა ქვეყანაში და განსაკუთრებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ პროგრესის შენარჩუნება, რაც სახეზეა, ბევრი მიმართულებით. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალის გეგმებზე. მთავრობა ამზადებს ადამიანის უფლებების სტრატეგიას, მრავალწლიანს, ეს იქნება ძალიან სერიოზული დოკუმენტი, რომელშიც თავს მოიყრის ბევრი სხვადასხვა ასპექტი ადამიანის უფლებების. პარლამენტში ჩვენ გუშინ დავამტკიცეთ ორი სამოქმედო გეგმა, ერთი გენდერული თანასწორობის მიმართულებით სამუშაო გეგმა, მეორე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ძალიან კონკრეტული სამუშაო გეგმა. ასე რომ ევროპელი მეგობრების დახმარებით და სხვა ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა ადამიანი იყოს დაცული. მიუხედავად მისი პოლიტიკური შეხედულებისა, მისი წარმოშობისა, მისი რელიგიური მრწამსისა, მისი ოცნებებისა და მიზნებისა. ადამიანი თანასწორი უნდა იყოს კანონის წინაშე და ჩვენ უნდა მოვახერხოთ თანაცხოვრება განსხვავებულებთან. ეს არის მთელი ამოცანა და მთელი, არ ვიცი, ალბათ ბედნიერება ამ ქვეყნიური, რომ არ ვეცადოთ ხოლმე, რომ მაინც ჩვენნაირებად ვაქციოთ სხვები. თუ ამას შევეცდებით, მაშინ სხვებიც შეეცდებიან, რომ ჩვენ გვაქციონ თავისნაირებად და მაშინ ჩვენ აღარ ვიქნებით. თითქოს ძალიან მარტივია ეს ამბავი, თუმცა ჭირს ხოლმე რეალურ ცხოვრებაში რაღაცეების დაცვა. ასე რომ ამ ვიზიტით კმაყოფილი ვარ და როგორც გითხარით, ბატონი მუჟნიაკი თავად პრესკონფერენციაზე მოგახსენებთ თავის დაკვირვებებს. ერთს გეტყვით, რომ ამ ვიზიტის შედეგად გაკეთდება მოხსენება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე და ამ მოხსენების ეს მოხსენება საჯარო იქნება 2-3 თვის შემდეგ, იმიტომ რომ საფუძვლიანი მუშაობა ჭირდება. ერთს გეტყვით, რაზეც შევთანხმდით მე და ბატონი მუჟნიაკი, რომ აშკარად იკვეთება როგორც პრობლემა, მაგალითად ეს ყადაღებული თემა პოლიტიკური მართლმსაჯულება და ეს საკითხები. ერთადერთი საკითხი ამ მიმართულებით, ერთადერთი თემა, რომელიც ჩვენს ევროპელ სტუმრებს ჰქონდათ, იყო ის, რომ ხომ არ ვაჭარბებთ ქართველი პოლიტიკოსები ჩვენი კომენტარებით იმ კონკრეტულ სისხლისამართლის საქმეებზე, რომლებიც ეხება ყოფილ პოლიტიკოსებს თუ მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს. და ამ ნაწილში მე გავიზიარე მისი შეშფოთება, ვიმეორებ, ეს იყო ერთადერთი საკითხი, რომელიც საერთოდ ამ მიმართულებით დაისვა და ამ საკითხში მეტი ყურადღება გვმართებს. ზოგჯერ პოლიტიკოსები, განსაკუთრებით უკვე ხელისუფლებაში მყოფები, ვერ გამოვდივართ ჩვენი ოპოზიციური როლიდან, როდესაც შეგვეძლო უფრო თავად გვესაუბრა იმ ხალხზე, ვინც მაშინ იყო ხელისუფლებაში. დღეს უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და ზოგი მათგანი საპატიმრო დაწესებულებაში. აი აქ უკვე პოლიტიკოსების მხრიდან გამონათქვამები, შეფასებები, მათ შორის პროვოკაციებზე ძალიან მარტივად წამოგება. ახლა დაკავებულმა პირმა გააკეთა განცხადება, მას პასუხობთ ხანდახან სრული მასშტაბით. ეს ქმნის განცდას, რომ პოლიტიკური გავლენა ხომ არ არის ამ პროცესებზე. აი აქ მეტი ყურადღება გვმართებს, რომ მართლმსაჯულებას მიეცეს საშუალება თავის საქმე, თავის სიტყვა თქვას.